დევნილებისა და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის პრობლემებზე ისაუბრა დღეს საზოგადოებრივი მოძრაობა სოლიდარობის ხელმძღვანელმა დავით სირამუამ. სირამუა აცხადებს, რომ მიუხედავად პრობლემებისა, ის სახელმწიფოს კუთვნილ შენობებში უკანონო შეჭრას მხარს ვერ დაუჭერს. მისივე თქმით, არსებობს ეჭვი, რომ ამ ადამიანების უკან გარკვეული ძალა დგას, რომელიც ახალი ხელისუფლების დისკრედიტაციას ცდილობს. როდესაც ხედავთ ჩვენ დევნილები შეიჭრნენ კანონი დაარღვიეს. ჩვენ მათ მიმართ ვერ ვიქნებით სოლიდარულები და მოუწოდებთ მათ, რომ ალბათ ასეთი ქმედება არ იქნებოდა სწორი, მაშინ როდესაც თვითონ ქვეყანამ შეცვალა თავისი დამოკიდებულება საზოგადოების ამ სეგმენტისა. ეს არის მართული პროცესი. ამაში ურევია ადამიანების ხელი, გარკვეულად ისეთი ადამიანების ხელი, რომლებიც ცდილობენ გარკვეულწილად ამ ახალი ხელისუფლების რაღაც დისკრედიტაციას.